მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. როგორც უკვე იცით, გადაცემა დარცი გასართობ შემეცნებითი გადაცემაა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ეტიკეტის კონსულტანტი მარიამ კეჭაღმაძე. წამომყევით ერთად გავიცნოთ მარიამ. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, მარიამ, გამარჯობა. პირველ რიგში მაინტერესებს, რას მოიცავს ეტიკეტი და რატომ არის დღესაც ესეთი აქტუალური? დღესაც კი არა, ალბათ დღეს უფრო აქტუალური ხდება, რაც ერთგვარი გამოთქმა რომ არის უკვე 21 საუკუნეზე შეშლილი მსოფლიო, რაც უფრო მეტად მიულტვის თავისუფლებისკენ, ყველა უფრო მეტად ხვდება დღითი დღე, რამდენად მნიშვნელოვანია რაღაც საბაზისო ნორმების ცოდნა ერთმანეთის შესახებ, იმისთვის რომ კომუნიკაცია უკეთ შედგეს და ერთმანეთის პატივისცემა უკეთ გამოვხატოთ. ეტიკეტი ბევრნაირი განმარტება შეიძლება გქონდეს ეტიკეტს, ეს არის ერთგვარი წესების და ნორმების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა გარემოში პირველ რიგში კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. ყოველთვის ამბობ, რომ ეს არის გასაღები, ყველანაირი ურთიერთობის ცოდნა არასდროს არ გვიშლის ხელს. გამოვიყენებთ, არ გამოვიყენებთ, ეს უკვე ჩვენი სუბიექტური არჩევანია, თუმცა ძალიან თამამად, როცა შეგიძლია ნებისმიერ გარემოში შეხვიდე, ყოველგვარი დაძაბულობის კომპლექსის გარეშე და ცოტა იცოდე, სად, როდის, რა უნდა თქვა, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცე. მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი თავისუფლება, ნამდვილი თავისუფლება. ნამდვილად. ახლა გვითხარი, რამ გამოიწვია ეს არჩევანი, როდესაც და როდის მიხვდი, რომ გინდა გამოხვიდე ეტიკეტის კონსულტანტი? სიმართლე გითხრა, ძალიან ღრმა ბავშვობიდან მიყვარდა მსგავსი თემები. ალბათ დაიწყო ჯერ ოჯახიდან ეს სუფრის ეტიკეტის რაღაც წესებს სახლში ყველანი ვიყენებთ. შემდეგ უკვე როცა დაახლოებით ჩემს ასაკში, როცა აქტიურად მიწევდა სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, ბევრნაირი ტიპის ხალხთან შეხვედრა, ჭრელ ხალხს რო ვეძახით, სხვადასხვა ეთნოსის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა სოციალური ფენის, სხვადასხვა ინტერესების და რწმენა წარმოდგენების ხალხთან შეხვედრის შემდეგ უკვე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ყველასთან ერთნაირად საუბარი ვერ გამოვიდოდა და რაღაც ნორმები იყო, რაც ვიღაცისთვის მისაღები, ვიღაცისთვის მიუღებელი. ამ ყველაფერს სჭირდებოდა ცოდნა. თუმცა ეს არ არის ჩემი ძირითადი პროფესია. საზოგადოებრივი ურთიერთობები მაქვს დამთავრებული მე ჯიპაში და იქამდე დავამთავრე ქიმია. თუმცა არც ერთი პროფესიის შესწავლის დროს არ განელებულა ჩემი ინტერესი ეტიკეტისადმი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაცა იდეა ფიქსი, რომ აი მკაცრი წესები და შეზღუდვები ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება იცხოვრო სხვა პროფესიით, მაგრამ ეს ყველაფერი თან იცოდე, თან განავითარო შენი თავი ამ მიმართულებით. ზოგადად მე ვარ ძალიან ბევრი სფეროსადმი მაქვს ინტერესი ისეთი ადამიანი ვარ ბავშვობიდან, ამიტომ ძალიან რთული იყო ჩემთვის ერთ პროფესიაში ამ ყველაფრის ერთი პროფესიით შემოფარგვა. მაგრამ ეტიკეტი როგორ დაიწყო, აი დაახლოებით ჩემი ასაკიდან ინტერესი, მე მგონი ცხოვრების ბოლომდე, მე მგონი არა უკვე ცხოვრების წესად მაქცეული. აი ამ გადაცემის შემდეგ მეც დავფიქრდები და შეიძლება რაღაც კუთხით მაინც გავუყვე, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაინტერესებს და ძალიან გამიხარდება. ძალიან გამიხარდება თუ შენი ინტერესის გამომწვევი რაღაც ნაწილობრივ მეც ვიქნები. ნაწილობრივ კი არა, ალბათ ბოლომდე თუ ამ გადაცემის შემდეგ. ხშირად ერევათ ეტიკეტი და კარგი მანერა. რა განსხვავებაა და როგორ უნდა განვასხვაოთ? ადამიანი რომელმაც იცის ეტიკეტი, მას ავტომატურად აქვს კარგი მანერები. მაგრამ შეიძლება გქონდეს კარგი მანერები, მაგრამ არის რაღაც ეტიკეტის ხისტი წესები, ასე დავარქმევ, რომელიც უნდა უბრალოდ იცოდე. ანუ რაღაცებს ლოგიკურად ხვდებით და კარგი მანერები გვაქვს, მაგრამ არის რაღაცები, რასაც აი პროტოკოლის მსგავსად ხისტი ეტიკეტის წესები. ამ ყველაფერს უნდა ცოდნა. ამიტომ მსგავს, ანუ ახლოს არის ლოგიკასთან მათი გაიგივება, მაგრამ თლად მტოლობის ნიშანს ვერ დავსვათ. კარგი მანერები ავტომატურად არ ნიშნავს ეტიკეტის ცოდნას, მაგრამ პირიქით ეტიკეტის ცოდნა ხშირ შემთხვევაში ლოგიკურად მოასწავებს იმას, რომ ადამიანს კარგი მანერები აქვს.
აი მე მაგალითად ზოგადად ქუჩაში ბათუმი პატარა ქალაქია და ქუჩაში თუ ვინმე ნაცნობი შემხვდება და გვერდით მას ყავს თავის მეგობარი, არ ვიცი, ნებისმიერი ადამიანი, აუცილებლად უნდა მივესალმო მასაც. მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეგრე არ მოხდეს პირიქით. აი მაგალითად მე თუ ჩემ მეგობართან ერთად ვარ და ნაცნობი შემხვდება, რო არ მიესალმოს, მგონია რომ ეს არასწორია. ეს კარგი მანერაა თუ ეტიკეტის ფორმებში ჯდება? მაინტერესებს. ეს კარგი მანერაა. არ მისალმების გამო ჩვენ არავინ არ დაგვსრახავს, მაგრამ მოქმედებს შენს პერსონალურ ბრენდზე და იმიჯზე. ანუ როგორ იქცევი? არა მხოლოდ როცა კამერის წინ ვხედავთ, მაგალითად ყოველდღიურობაში, როგორ გამოხატავ პატივისცემას თანამოსაუბრეს, მეგობრისადმი. ანუ ეგ მოქმედებს პირველ რიგში შენს პერსონალურ ბრენდზე და იმიჯზე. ამიტომ ნამდვილად ცალსახად კარგი მანერაა, ნამდვილად ეტიკეტის ერთ-ერთი ოქროს წესია. მისი დარღვევის გამო, რა თქმა უნდა, არავინ არ აგვიყვანს ეშაფოთზე, მაგრამ ძალიან კარგი ჩვევაა და ყველა ახალგაზრდას ვურჩევდი, რომ როცა ქუჩაში მოძრაობ, თუნდაც ჩავთვალოთ, რომ უკვე ვარ საზოგადოების, ან მანდა მაინც არ არის აუცილებელი რესტორანში მოვხვდეთ ან რაღაც თავშეყრის ადგილას, რომ ჩავთვალოთ თითქოს საზოგადოებაში ვტრიალებთ. ქუჩაში რო გავდივართ, უკვე გავდივართ თათვალე სცენაზე და გიწევს რაღაც ნორმების დაცვა, რაღაც როლის მორგებაც. ძალიან კარგია მისალმება და ძალიან კარგია ასევე კარგი განწყობით მისალმება, რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე. საქართველოში იციან შემოწუწუნება, შეხვედრის თანავებაც. როგორ ახარ, პასუხად ცუდა და ასე ისე, ეს ძალიან ცუდი ჟესტია. თუ ადამიანი ძალიან ახლობელი არ არის შენთვის, ქუჩაშივე იმის გამოკითხვა, როგორ არის ამ პირდაპირ გადასვლა იმაზე, რომ ძალიან ცუდად ვარ, ძალიან ცუდი ჟესტია. გასაგებია. აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რომელი ეტიკეტის ფორმები ირღვევა? ყოველდღიურობაში პირველ რიგში კომუნიკაციის ეტიკეტი. კომუნიკაციის ნორმები ირღვევა იმას, რასაც აი მისალმებიდან დაწყებული, როგორც შენახსენე, შენობაში შესვლის, გამოსვლის ნორმები, კოლეგებთან ურთიერთობასაც ხო თავისი ეტიკეტის წესები გვაქვს, რაღაც ჩარჩოები. ძალიან ხშირად ირღვევა საუბრის ეტიკეტი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრანსპორტით, საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადავადგილდებით, აი ბოლო ხმაზე პირადი საუბრების წარმართვა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მეტი ეტიკეტის წესი ალბათ მაშინ ირღვევა, როცა აი ყოველდღიურობაში სამსახურში წასვლის დროს, კოლეჯი, სკოლა, უნივერსიტეტი, კომუნიკაციის ეტიკეტის წესები ირღვევა ყველაზე ხშირად. საზოგადოებრივ ადგილებში ცევისას რომელი შეცდომებია ყველაზე თვალში საცემი? თუ არის ესეთი, რომელიც შეიძლება ყველაზე მეტად თვალში გეცეს? აი ისევ და ისევ როგორ გაჩნდა რომელ გარემოზე საუბრობთ. თუ ქუჩაში გადავადგილდებით, თვალში გვეცემა ვიღაცის ხმამაღალი კამათი, ტელეფონზე ხმამაღლა საუბარია. ანუ არ მინდა ცუდად გამოვიდეს და არასწორად გაიგოს აუდიტორიამ, ცუდი არაფერი არ არის იმაში, თუ კი ჩვენს ემოციებს ღიად და ხმამაღლა გამოვხატავთ. უბრალოდ ეს არ უნდა იყოს ნეგატიური პირველ რიგში. თუ კი გამოვხატავთ რაღაცას ხმამაღლა, აუცილებლად მხოლოდ პოზიტიური. ახალი წლის დღეებში სიმღერის გამო ხომ არავინ არ ღვევს ეტიკეტს, ან იმის გამო რომ ვიღაცა ხმამაღლა გვილოცავს, ან ვიღაცას ძალიან უხარია რაღაც, ვიღაცას ხელის თხოვეს, ვიღაცას ბავშვი შეეძინა, პოზიტიური მოვლენების გამოვხატვა ხმამაღალ ნოტაზე. ნამდვილად არ არის ეტიკეტს ეს დარღვევა, მაგრამ ქუჩაში როცა მოძრაობთ და ბოლო ხმაზე ვიღაც საუბრობს, კამათობს, ხშირია ასევე ისევ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხრის წააკვრა, ჩასვლა ამოსვლის დროს უხეში ქცევა. ეტიკეტი არის პატივისცემა. პატივისცემას დაფუძნებული წესები. და როცა პატივისცემას ადამიანისადმი კარგავთ, ანუ არ ღვევთ, იქვე ავტომატურად ირღვევა ეტიკეტის ყველა წესი. საზოგადოებრივ გარემოს რაც შეეხება, გაჩნია რომელ გარემოზე ვსაუბრობთ. სალონში ვართ, რესტორანში ვართ, უნივერსიტეტში ვართ, სკოლაში ვართ. ყველას თავისი ქცევის ნორმა და ყველა გარემოს თავისი ქცევის ნორმა გააჩნია. აი ახლა რესტორანში რო ვიყოთ და მე რო წამდაუწომ სუფრასთან თმები ვისწორო, თვალშისაცემი იქნება, რომ ბოლო-ბოლო ვიღაც სიტყვის თმები არ ჩავარდესო, ყველაზე ლოგიკური რაც შეიძლება, რამაც შეიძლება მიგიყვანოს ამ დასკვნამდე, სულ რომ არც ერთი ეტიკეტის წესი არ იცოდე, ბოლო-ბოლოდ მას შეიძლება მოხვდეს კერძში. ყველა გარემოს თავისი წესები აქვს. და რაღაც გარემოში შეზღუდული წესი შეიძლება სხვა გარემოში სულაც არ იყოს აკრძალული. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ამ უწურავი პასუხისთვის. თუ არსებობს სოციალური ქსელების ეტიკეტი და რას მოიცავს ეს ეტიკეტი? სოციალური ქსელების ეტიკეტი არის თანამედროვე ეტიკეტის ყველაზე აქტუალური და დიდი
მიმართულება. თუ შეიძლება დიდი დავარქვათ, იმიტომ რომ ყველამ უკვე გადავინაცვლეთ სოციალურ პლატფორმებზე, ყველა სფეროს წარმომადგენელმა მგონი მეცნიერებთან დაწყებული უკვე რელიგიური პირებიც ხშირად შეგვხვდებიან სხვადასხვა პლატფორმაზე და ავრცელებენ თავიანთ ვიდეოებს. ამიტომ ნეტიკეტი ქვია ამ სოციალური ქსელების ინტერნეტის ეტიკეტს და ძალიან მნიშვნელოვანია მათი დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ხშირად საქართველოში ალბათ ამ ნეტიკეტის წესი ირღვევა, როცა ფოტოს იღებენ ჩვენთან, ან ჩვენ ვიღებთ ვინმესთან ფოტოს და მასთან შეთანხმების გარეშე ჩვენ მას ვავრცელებთ. ან ნიშნავთ ეგრეთ წოდებულ სტორებზე. მაშინ როცა შეიძლება ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს იმის გასაჯაროვებით, იმ მომენტში სად იმყოფება, ვისთანაც იმყოფება და არ იყოს მისთვის მისაღები. იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შევათანხმოთ ჯერ პირველ რიგში თუ მოსწონს მას ეს ფოტოსურათი, ან ვიდეო კადრი, ან ნებისმიერი რაღაც მისი ნათქვამი ფრაზა, რომლის გავრცელებაც გვინდა. შემდეგ უკვე შევათანხმოთ, მზად არის თუ არა რომ განვათავსოთ ეს ყველაფერი ახლა და ამ მომენტში და მხოლოდ ამის შემდეგ ვაკეთებთ. ხშირ შემთხვევაში ეს ისე არ ხდება. არ ხდება ეს ქართული ძალიან ღია ბუნებიდან გამომდინარე რაღაც ძალიან რომ გვიხარია. მე რო თქვენი ნახვა ძალიან გამიხარდა და ეხა გადავიღო ფოტოსურათი სიხარულის ფონზე რომ გამოვაქვეყნო, ანუ ამ ყველაფერს სჭირდება პატივისცემის გამოხატვა ადამიანისადმი. შენ არ იცი, მე რომელ გეგმაზე ვთქვი უარი რომ ყოფილიყავი აქ. იქნებ ვიღაცას ძალიან ეწყინოს, რომ ამ კონკრეტულ მომენტში მას უარი ვუთხარი და აქ ვარ. ან საერთოდ სხვა მიზეზი მქონდეს და არ მინდოდეს გასაჯაროვება, რომ ეხლა აქ ვიმყოფები და ამ დროს ამ ადამიანს შევხვდი. პატივისცემა ისევ და ისევ. ისევ პატივისცემა. როგორ შეიცვალა ეტიკეტი? ბოდიში კიდევ ერთი რაღაცის დამატება მინდა, ეტიკეტის წესები შეიძლება დღეს არ იცოდე ან რაღაც ნაწილი და ხვალ განავითარო და ისწავლო. და სხვა გარემოში გამოიყენო სხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას. ნეტიკეტი არის ის გამონაკლისი, რომელსაც ერთხელ უშვებს შეცდომას და ის სამუდამოდ რჩება. იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. შენ შეიძლება ხვალ და ზეგის, პოსტის, ფოტოსურათი აიღო, მაგრამ ჩათვალე ეს digital footprints რო ეძახიან, ციფრული ნაფეხურები და ეს რა ქვია, ანაბეჭდები დატოვე. ვიღაცა მოსკრინა. ვიღაცამ შეინახა. ანუ არასდროს არ ხარ დაზღვეული იმისგანაც გამოვაქვეყნე საჯარო სივრცეში, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოუწოდეთ ყველას, ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტის წესების დაცვა, ეს არის უკვე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. ძალიან ფრთხილად მოეპყრო სოციალურ ქსელებს, ზოგადად ციფრულ სივრცეს და ეტიკეტის წესებთან თუ მიდგა საქმე, ყველაზე ფრთხილად მოეპყრო ნეტიკეტს. განსაკუთრებით დიდი აუდიტორია გყავს, მაშინ ყველაზე საფრთხილო ალბათ თითოეული ნაბიჯი. კი, ნამდვილად. თითოეული გადაბრუნებული სიტყვა, გადაბრუნებულიც არა, შეიძლება შენი ნათქვამი არ იყოს სწორად გაგებული და აღქმადი. ძალიან საინტერესოა, როგორ შეიცვალა ეტიკეტის ფორმები თანამედროვე ცხოვრებასთან ერთად. თუ შეიცვალა. ბევრი წესი შეიცვალა. ბევრი წესი საერთოდ ამოვარდა გამოყენებიდან ფუნქციური წესები, რომლებიც იყო და არალოგიკური. ანუ არის რაღაც რასაც თავისი ფუნქცია აქვს. მე მომყავს ხოლმე მაგალითად ესკალატორი. ანუ ესკალატორზე ყოველთვის წინ ადის მამაკაცი. ხოლო შემდეგ ქალი. ამას ლოგიკური ახსნა აქვს, ხო? თუ ქვედა ბოლოაცვია ან რაღაც უხერხული მომენტია. ეს ფუნქციური დანიშნულება მას ჰქონდა და ექნება ყოველთვის, მაგრამ რაღაც რაც ისტორიული გარემოთი იყო განპირობებული, ამას ჩვენ აღარ ვიყენებთ. თუ არ არის ამის საჭიროება. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ამ წესების გადარჩევა, როგორც ენა იცვლება, გრამატიკა იცვლება, რაღაცები მარტივდება, რაღაცები ამოღებულია, ანალოგიურად ხდება ეტიკეტის შემთხვევაში. რაღაცები ემატება როგორც ეტიკეტი ეს 21 საუკუნის მიმართულება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. სხვა წესები სადილის სუფრის ეტიკეტშიც ბევრი რაღაც კონტინენტების მიხედვითაც იცვლება. ამერიკაში სხვა წესებს მიყვებიან, მას შემდეგ რაც აქტიურად ეს fast food-ის წარმოება დაიწყო, რაღაც წესები მოერგო ამ მათ ყოველდღიურობას და ყოფას. ევროპაში არის რაღაც წესები, რაც შეიცვალა საქართველოში, ანუ აზიაში, კავკასიაში კიდევ სხვა წესები, მაგრამ ფუნდამენტური და ძირითადი წესები გვაქვს საერთო. რაც არ იცვლება და ყოველთვის რჩება. რაღაცები მიდის და მოდის ემატება, მაგრამ ძირი ბირთვი ყოველთვის რჩება. გასაგებია. ოფიციალურ შეხვედრებზე რომელი ქცევებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავტოვოთ პირველადი კარგი შთაბეჭდილება. თუ არის ესეთი რაღაცა განსაზღვრული. ოფიციალურ შეხვედრას გააჩნია რამდენად ოფიციალურია, თუ პროტოკოლი ითვალისწინებს პროტოკოლის ჩაცმულობას აუცილებლად პირველ რიგში დრეს კოდს არ ვარღვევთ, იმიტომ რომ
თუ განსაკუთრებულ შეხვედრაზე მივედით დარღვეული დრესკოდით, იქ უკვე დამთავრდა ჩვენი მოღვაწეობა. ფატალური შედეგი თუ დავაყენეთ და პირველ რიგში რაც არ უნდა უარყვოთ, პირველად შთაბეჭდილება არის ადამიანის ვიზუალური მხარე და უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლად იმ გარემოს, რომელშიც მივდივართ, ჩაცმულობაც, მარცხნილობაც, მაკიაჟიც, ყველაფერი, ყველა დეტალი. არ შეიძლება ოფიციალურ შეხვედრაზე მივიდეთ პლატფორმიანი მაღლებით. შეუსაბამოა, ან ძალიან ვულგარული მაკიაჟით, ან საკარნავალოდ ჩაცმული ტანის სამოსით. პირველ რიგში გარეგნობა. შემდეგ უკვე გააჩნია რომელ შეხვედრაზე ვიმყოფებით. ეს არის დიპლომატიური შეხვედრა, პოლიტიკური შეხვედრა. ამ ყველაფერს ისევ და ისევ ცალკეულს თავიანთი ეტიკეტის წესები აქვთ. რაღაც იქ აკრძალულია, აქ დასაშვებია. თუ საუბრობთ პროტოკოლზე, იქ ძალიან ბევრი აკრძალვაა სახელმწიფოთა ურთიერთობა ერთმანეთთან, ან დიპლომატიური შეხვედრა, იქ მკაცრად გაწერილი წესებია, მაგრამ თუ ზოგადი შეხვედრა, რომელსაც ოფიციალურია, ჩვენთვის მაგალითად თუნდაც უფროსთან შეხვედრაც, ხო, კომპანიაში, მაგრამ იქ ისეთი მკაცრი წესები არ არის. გასაუბრებაც ოფიციალურ შეხვედრას მიესადაგება, ეს არის რაღაც მეგობრების თავში ახლა, მაგრამ აქ მკაცრი აკრძალვები არ არის. შეგვიძლია ლავირება რაღაცას და რაღაცის შორის არჩევნის გაკეთება. ისევ და ისევ გააჩნია რომელ კონკრეტულ შემთხვევაზე ვსაუბრობთ. ამიტომ არსებობს კონკრეტულად თითოეულ შეხვედრაზე განსაკუთრებით თუ კი საჯარო მოხელეები ან დიპლომატები არიან ადამიანები, ისინი ცალკეულ შეხვედრაზე მუშაობენ ძირფესვიანად, თითოეულ დეტალს ითვალისწინებენ და ამ ყველაფერზე ხალხი მუშაობს. სპეციალისტები, რომ პრეზენტაბულად შედგეს შეხვედრა დაწყებული ჩაცმულობიდან, საკომუნიკაციო სიტყვები, ჟესტები, რომელს გამოვიყენებთ, არის გარემო, სადაც ხელის ჩამორთმევა მისაღებია, ზოგან მიუღებელია. ძალიან ბევრი ნიუანსია, თითოეული შეხვედრისთვის გათვალისწინებული. თუ კი რაიმე კონკრეტული შეხვედრა გვაინტერესებს, შეგვიძლია ისიც განვიხილოთ, ან სხვა დროს განვიხილოთ. ახლა როგორც ხვდები, ყველა დეტალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ყველა ჭრილში არის რაღაცა ბევრი ეტიკეტი და ცოტა დიდ ინფორმაციას მოიცავს ეს ცელტანიანი ინფორმაცია, მაგრამ ეს ისეთი ინფორმაციებია, დამერწმუნდა, რომელსაც ერთხელ რომ გაეცნობი, არ გავიწყდება. ნამდვილად. ძალიან ლოგიკურია. რაღაც ლოგიკას მოკრებული როცა არის, ძალიან გიჭირს შენ თავს დააჯერო, დაარწმუნო და შეასწავლო, მაგრამ როცა ლოგიკურად რაღაცას ხსნი, მარტივია. შეიძლება გაგვიჭირდეს პროტოკოლის წესების დაზუსტვა. არის რაღაც წესები, რომელიც აი პაპთან შეხვედრის დროს ჩაცმულობა, ან რაღაც კონკრეტული წესები, რომელიც თითქოს და ლოგიკას მთლად არ შეესაბამება, მაგრამ გვიჭირს მათი დამახსოვრება და ნანჩენი ეტიკეტის წესები, აი ახლა რაც მე ჩამოვთვალე, რომელი იყო რთულად დასამახსოვრება. თუ კი ერთხელ მაინც მოგისმენია. უბრალოდ ქართულ რეალობაში ამ ყველაფერზე არ ვსაუბრობთ. დავიწყეთ საუბარი ახლა. არც ინფორმაცია არ არის ქართულ ენაზე ბევრი. ბევრი კი არა, ძალიან მწირი ინფორმაცია არის. თითქმის ყველაფერი რაც მისწავლია ან წამიკითხავს ან გამივლია არის ან რუსულად ან ინგლისურად. ახლა რაც ვისაუბრეთ აქედან ჩამოთვლილი ეტიკეტებიდან ვფიქრობ, რომ ყველა რაღაცა გამოცდილებასთან ერთად შეგიძლია რომ გაანალიზო, რომ ეს კარგია, ეს ცუდია. იმიტომ რომ რაღაცა ელემენტარული წესებია თითქოს ის, რომ მაგალითად ოფიციალურ შეხვედრაზე არ უნდა მიხვიდე დრესკოდს აცდენილი ჩაცმულობით და რაღაცა და ამიტომ ვფიქრობ, რომ ალბათ მეტი დაკვირვება და მეტი ფიქრი ჭირდება, სანამ რამეს გააკეთებ. თუნდაც ის, რომ სოციალურ ქსელში რაღაცა სხვანაირად გადადგა ნაბიჯიან ის, რომ კითხო უბრალოდ ადამიანს, თუ შეიძლება რომ დავდო ეს განვათავსო ეს ისა, ალბათ უბრალოდ რაღაცა ჭირდება რომ გაუჯდეს ადამიანს ქცევებში და ამას დროც სჭირდება აუცილებლად და იმედია რომ მალე ეს რაღაცა ქცევებად იქცევა ყველასთვის. აბსოლუტურად გეთანხმები, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. მაგალითად შენ ძალიან გაგიმართლა რომ ისეთ გარემოში აღმოჩნდი, შენთვის ეს ორგანულია. ყავს დედა, რომელიც ამ ყველაფერს დარწმუნებული რომ ძალიან კარგად თავიდანვე შეგასწავლიდა მანერები. ანუ ყველას რაღაცა ფონი, რასაც საიდან მოვდივართ, ყველას ერთნაირი არ გვაქვს. ვიღაცას ეს ყველაფერი ორგანულად მოსდევს, რომც არის სწავლოს. კარგი მანერები, აქვს გამჯდარი სისხლში და ხორცში, ოჯახიდან გამომდინარე.
გარემო წრიდან გამომდინარე, ხალხიდან გამომდინარე, რომელიც მის გარშემო ტრიალებს ბავშვობიდან და მათგან ღებულობს მაგალითს, მაგრამ ყველა ერთნაირ გარემოში არ ვიზრდებით. ამიტომ ძალიან უნდა გაგიმართლოს და ასე ბედის ანაბარა ვერ დავრჩებით. ეტიკეტი იმიტომ არის უნივერსალური და ყველასთვის არის ეტიკეტი, ყოველთვის ამის მოწოდებისკენ ვარ, რომ აი ვიღაცას გონია მან და მაინც სასახლეში უნდა ცხოვრობდე და სასწაულად მაღალ ფენას უნდა წარმოადგენდე, რომ ამ წესების ცოდნა და გამოყენება შეგეძლოს. არა და ოსტატობას ვთქვათ მაშინ არის, როცა შეიძლება ცხოვრობდე თუნდაც ნაქირავებ სახლში, უკიდურესად რაღაც ჩვეულებრივ გარემოში და ამ ყველაფერს იყენებდე. თორე სასახლეში რო ცხოვრობ, ყველაფერი მოგიწოდებს და გიბიძგებს იქეთკენ, რომ მოიქცე როგორც დედოფალი. ამიტომ წესები მე ვფიქრობ, რომ მაინც გაგვიჯდეს და დავფიქრდეთ ძალიან ბევრ ამას ლოგიკურად მივხვდებით, მაგრამ კარგი იქნება, რომ ყველამ გადააგვოს თვალი, ან რაღაც კუთხით დაინტერესდეს, თუნდაც იმ კუთხით, რომელ კუთხით, რა სფეროშიც მოღვაწეობთ. მე შეიძლება ყველა მიმართულებით ვერ ჩავიხედო, მაგრამ მინიმუმ ჩემი პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე ეტიკეტი ვიცოდე, რომელ პროფესიაშიც მოღვაწეობ. როგორ უნდა მოიქცეთ კონფლიქტურ სიტუაციაში, ისე რომ არ დავარღვიოთ ეტიკეტის ფორმები? კონფლიქტური სიტუაცია გააჩნია საწარმოიშვო. რომელ გარემოზე ვსაუბრობთ? აი, რომელიმე ერთი გარემოება ავიღოთ მაგალითად, ესე უბრალო სივრცეში მეგობრებში თუნდაც. პირველ რიგში არ ვარკვევთ ჩვენს ურთიერთობას საჯაროდ. ანუ როგორი კონფლიქტური სიტუაციასთან წარმოიშვას, ან როგორც არ უნდა გაუბრაზდეთ ამ ყველაფერს იქ და იმ ადგილას იმის გარკვევას არ ვიწყებთ. და რომც დაიწყოს ვიღაცამ ჩვენ აუცილებლად მოვიცადოთ, რომ თავიდან ავიცილოთ. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დახურულ კარს მიღმა შემდეგ. გავარკვიოთ. მით უმეტეს თუ კი კონფლიქტური სიტუაცია წარმოიშვა რაღაც ისეთ მიიღებას, სადაც ალკოჰოლი არის გათვალისწინებული და ადამიანის თრობის მოქმედების ქვეშ არის, იქ კიდევ უფრო მეტად არ უნდა დავიწყოთ კონფლიქტ, არც წარმოშობას არ უნდა შევუწყოთ ხელი და არ უნდა გავაღვივოთ. კონფლიქტური სიტუაციები არსებობს, ამას არ ვუარყოფთ და ეტიკეტი ამას ვერც რომც დაგვიშალოს ადამიანები ვართ და ვერ აუვლით გვერდს, მაგრამ ამ ყველაფრის გარკვევა და ურთიერთობის დალაგება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთ-ერთი ან მხოლოდ იმ წრეში და იმ ადამიანებთან, რომლებსაც ეხება ეს კონკრეტული პრობლემა. ხშირია ახლა ახალი წლის დღეებში ქუჩაშიც ნახევარნაზომი ადამიანები ერთმანეთს არაფრის გამო უპირისპირდებოდნენ, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და განსაკუთრებით მაშინ, როცა დახურულ საზოგადოებაში ხდება ეს ყველაფერი. ქუჩაში ყველანი შევწუხდით, მაგრამ ვიღაცას სტუმრად როცა ვართ, მასპინძელს ვაგდებთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. სულ ერთია სახლში ვართ სტუმრად თუ ვიღაცის გამართულ საღამოზე ვართ რესტორანში ან რაღაც ღია სივრცეში. ნამდვილად. არსებობს თუ არა ისეთი ფილმი ან ფილმები, რომლებიც მკვეთრად უსვამს ხაზს აი ამ ეტიკეტის ფორმებს, საიდანაც რაღაც სწავლა შეიძლება თუ გაუწევთ რეკომენდაციას ფილმებს? ფილმი ხომ მაინც მოკლე რაღაც სიუჟეტია 1 საათი, 2 საათი. სწავლა ასე ხელაღებით რო ვთქვათ, რომ აი ამისგან ისწავლე, შეიძლება ვერ ისწავლო, მაგრამ აი რო განგაწყოს და мотиваცია მოგცეს და რაღაცაში თაგაგონოს, რომ აი ისწავლო, ჩემთვის ასეთი ხშირად ვუყურებ ეხლაც. როგორ გავხდეთ პრინცესა. Anne Hathaway თამაშობს, არაჩვეულებრივი ფილმია, ძალიან გემოვნებიანი, ჩაცმულობით საუნდტრეკებით დაწყებული, რა ვიცი, ყველა დეტალი გათვალისწინებული, ნაფიქრი ბებია, დედოფალი, რომლისგანაც ძალიან ბევრ რამეს სწავლობს, სიარულის მანერას, ქცევის ნორმებს, სუფრის ეტიკეტს, მათ შორის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხარ რაც რეგლამენტირებულია, ყველაფერს დეტალურად ვერ მოგვიყვება ფილმში, მაგრამ ნამდვილად იმის შემდეგ განწყობილი ხარ და შეგაგონებს, რომ დაინტერესდე. ვფიქრობ, ბევრს აქვს ეს ფილმი ნანახი. ბევრს ექნება ნანახი ნამდვილად, მაგრამ ბევრს ალბათ ცოტა ძველი ფილმია, შეიძლება ახალ თაობას თქვათ ყველას არ გქონდეს, მაგრამ ჩემი თაობის გოგონებს ნამდვილად ბევრს გვიყვარდა და თითქმის ყველას ნანახი გქონდა. და ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლო კითხვა, რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უნდათ თავიანთი თავი შეცვალონ უკეთესობისკენ გააუმჯობესონ? არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ყველას ურჩევდი, მათ შორის ჩემ თავსაც შედ ვახსენებ, რომ აი თვით განვითარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვერც ერთი უნივერსიტეტი, ვერც ერთი კოლეჯი, კურსი, ტრენინგი ვერ მოგცემს იმდენს, როგორც საკუთარ თავზე მუშაობა. ყველა მიმართულებით მუშაობა. იქნება აი დაწყებული ვიზუალიდან და სტილიდან და იმიჯიდან, დამთავრებული ქცევის ნორმებამდე.
მუდმივად განვითარების პროცესში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ეტიკეტის წესები ამ ყველაფერში ყველას ძალიან დაეხმარება. კიდევ ერთი რაღაცაშიც დაეხმარება ეტიკეტი, ეს არის ცხოვრების ორგანიზება. ანუ ეტიკეტი და ადამიანს აიპრეტენზია აქვს ელეგანტური ცხოვრების სტილზე, ვალდებული აქვს ბრჭყალებში უკვე ქვეტექსტად მოყვება ამას, რომ მეტი პასუხისმგებლობით და მეტი ორგანიზებლობით მიუდგეს თავის ცხოვრებას. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც იცავს ეტიკეტის წესებს, იყოს არაორგანიზებული. მას ყველაფერი თავ-თავიან თაროზე რო ამბობენ, გაწერილი აქვს, როდის რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს, ყოველთვის აქვს გეგმა B. და წინასწარ ფიქრობს ბევრ რამეზე. ამიტომ ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება, როგორც ჯარი ასწავლის ადამიანებს კაცრი ცხოვრების წესი ასწავლის სტრუქტურირებულ ხასიათს ძენს, ანალოგიურად ეტიკეტის წესების ცოდნა ბევრ რამეში გვეხმარება ყოველდღიურობაში, როგორ დავაორგანიზოთ, როგორ შევცვალოთ უკეთესობისკენ და უკეთესად ცხოვრების ხელოვნება, როგორც ფრანგები ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს განწყობაზე აისახება, ჩვენს ცხოვრების ხარისხზე აისახება, პროფესიულ მიღწევებზე აისახება, იმიტომ რომ კომუნიკაცია დღეს უკვე ყოველთან ხვდებით, რომ აი ეს სკილებს რო ვეძახით, უფრო მნიშვნელოვანია ბევრჯერ ვიდრე ჩვენი კომპეტენცია. შეიძლება ორი ერთნაირი კომპეტენციის ადამიანი, ერთი პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ და ერთმა გაცილებით მეც მიაღწიოს, მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი კომუნიკაციის უნარები აქვს. უკეთიცის თუნდაც იგივე ეტიკეტის წესები და იცის ნებისმიერ საზოგადოებას, რომელი მხრიდან მოუდგეს. ეს არ არის თვალთმაქცობა, ეს არის დიპლომატია. ცოდნა უბრალოდ, რომელი მხარე არის სახიფათო, რომ უნდა აუარო გვერდი და სად შეიძლება თავისუფლად განავითარო და განახორციელო შენი მიზნები და სურვილები. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაცემა გამოვიდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ და კი, როგორც თავიდანვე ახსენეთ, ეტიკეტის ფორმები გვეხმარება, რომ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად საზოგადოებაში და ამავდროულად ვაგრძნობინოთ თავი კომფორტულად, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიცავთ ეტიკეტის ფორმებს, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანს ამ კომფორტს უზღუდავთ და ძალიან დამაინტერესა და აუცილებლად შეიძლება ბოლომდე ვერა, მაგრამ რაღაც ჭრილებში შეიძლება უფრო კარგად გავიცნო ამ ეტიკეტის ფორმებს, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა თქვენ ისევ რომ დაგვითმეთ დრო და ასე საინტერესოდ რომ გადმოგვეცით ეტიკეტის ფორმები. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, მიხარია კიდევ ერთხელ ამ თემით დაინტერესება, ძალიან სწორად აღნიშნე, რომ ვიგრძნოთ თავი კომფორტულად და ვაგრძნობინოთ სხვებსაც. ადამიანს ჩვენთან მიმართებაში როგორი შთაბეჭდება და გამოცდილება აქვს, ამას აქვს განაწყვეტი მნიშვნელობა. იმას არ ახსოვს რა გვეცვა. რა ვიცი, სუფრაზე შეიძლება არ ახსოვდეს რამდენი კერძი იყო, მაგრამ ის გამოცდილება რა ემოციით წავიდა ჩვენგან, ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი გულით მოვუწოდებ ყველას, რომ დაინტერესდნენ ეტიკეტის. თუნდაც ნაწილით ის ყოველდღიური საკომუნიკაციო ეტიკეტით, მაინც საბაზისო ცოდნით და პირობას გაძლევთ, რომ ძალიან ბევრ რამეში დაგეხმარება. თუ არ დაგეხმარება, მომაკითხეთ, მომთხოვეთ პასუხი. აუცილებლად დაგეხმარებათ, მეც ახლა მივხვდი და გავიაზრე. მადლობა. ფილმებში ეტიკეტი მხოლოდ თავაზიანობა არ არის. ეს არის ძალაუფლების, კლასის და სოციალური იერარქიის ენა. მაგდის ეტიკეტი მაღალი კლასის საზოგადოებაში იმდენად მკაცრია, რომ ადამიანი ხშირად უფრო მეტად წესებზე ფიქრობს, ვიდრე თავად კერძის გემოზე. ჩანგალი და დანა არ იცვლება სურვილის მიხედვით. საუბარი მშვიდი კონტროლირებული ტონით მიმდინარეობს. ხმამაღალი სიცილი ან ზედმეტი ემოცია მიუღებელია. ეტიკეტი ქმნის საზღვრებს, ვინ ეკუთვნის ამ სივრცეს და ვინ არა. ამ ეპოქაში ეტიკეტი იცავს რეპუტაციას. ერთი არასწორი სიტყვა შეიძლება მთელი ცხოვრების ფასად დაგიჯდეს. თვალით კონტაქტიც კი კონტროლდება. ქალისთვის მეტისმეტი გულწრფელობა სკანდალის ტოლია. მამაკაცისთვის თავშეკავება ღირსების ტოლი. ეტიკეტი აქ ემოციების დამალვის ინსტრუმენტია. ზოგჯერ ყველაზე თავაზიანი ადამიანი ის არის, ვინც ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობს. დუმილი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე სიტყვა. პოზა, ჩაცმულობა და სიარული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საუბარი. ეტიკეტი არის თეატრი, სადაც ყველა როლს ასრულებს. ვინც წესებს უკეთ იცნობს, ის მართავს ოთახს. მაღალი საზოგადოების წევრები წესებს ბუნებრივად იყენებენ. ახალმოსულები ცდილობენ მიბაძვას და ხშირად ცდებიან. სწორედ ეს შეცდომები აჩენს დრამატულ სცენებს კინოში. კინოში ეტიკეტი არასდროს არის მხოლოდ დეკორაცია. ის გვიჩვენებს, ვინ არის ძლიერი, ვინ დაუცველი და ვინ უცხო.